მოდი აქ. ბანი, რას ამზადებ? დამპალი ხახვის წვნიანი, ინდა? ახლა ნაგავს საყრელიდან მოვედი, დაღლილი და მშიერი. რამე საინტერესო იყოვე? კი, შენი სუპისთვის რაღაც არის. აი? სტაფილო, არც ისე დამპალი. ვაუ, სტაფილო, დამპალიც კი არ არის? არც ისე დამპალი. სხვა უსახკაროებთან მომიწია ბრძოლა ამისთვის. ჩვენი კარავი გაფუჭებულია. ჯანდაბა, კარგი, როგორ ვიცხოვროთ ახლა? ახლავე გამოვასწორებ, შეხედე ნაკაწრებს. ვაუ, შენ გიკბინეს? გახსოვს უკბილო? ნაგავს საყრელზე ხელოვნური ყბა იპოვა და ახლა კბენს. მარჩვენე კიდევ რა იპოვე? შეხედე რა სილამაზეა. კარგი, 24 ხვრელი დავთვალე. ვაუ, ახალი რეკორდი. აქ კეჩუპის კვალიც გია. ისევ გემრიელი სურნელი აქვს. ნებისმიერ სუნამოზე უკეთესი. კიდევ რა იპოვე? მარჩვენე. ასევე ერთი დაფა ვიპოვე. სამაგიდო თამაშისთვის. მაგარია, ქვები არის? ქვები ან წესები არაა, მაგრამ კამათელი გვაქვს. ვიცი, რაც უნდა გავაკეთოთ. ესენი იქნებიან ჩვენი ქვები. მოდი ვივახშმოთ და შემდეგ ვითამაშოთ. დიდი ხანია მზადა. სად არის შენი თებში? ჩემი თებში. აი ისიც. ძაღლმა ისევ მოიპარა. ჭამის წინ გარეცხავ? სუპი თხევადია და ის გარეცხავს მას. კარგი, ცოტას მოგიტან. აი? როგორ დაავადდი და ვინ გამოვა სილამაზის კონკურსზე? ვაუ, ყველა ჩემს მოდელს ჩუტყვავილად დაემართა. სასწრაფოდ ახლები უნდა ვიპოვო. მე 6 მაქვს. მე 2 მაქვს. 1, 2. რამდენიმე უსახკარო ისევ შემოვიდა ჩემს ეზოში. უნდა გავაგდო ისინი. 1, 3. ლეო, შენ საერთოდ ვერ ითვლი, როცა ნაგავს საყრელზე მივალ, მათემატიკის წიგნს გიპოვი. წიგნი? კითხვა არ შემიძლია. მაშინ ჯერ ამბანს ვიპოვი, შემდეგ კი მათემატიკას. ვის სჭირდება ეს წიგნები? ცხოვრებამ ყველაფერი მასწავლა. 5. ჰეი, გაიყვანე, ესენი ჩემი სახლიდან. ისევ ის საზიზღარი. რამდენჯერ გითხარით, ჩემს ეზოში არ შემოხვიდეთ მეთქი. დამშვიდით, ქალბატონო, კულტურულ დასვენებას ვატარებ. სხვაგან დაისვენეთ და ეს თქვენი რაღაცეები წაიღეთ. გასაგებია? რაღაცეები? ნაგავს საყრელზე საუკეთესო კარავია. სწრაფად აიღეთ თქვენი ნივთები და წადით აქედან. წამოდი, ლეო, აქ მას არ ვუნდივართ. მოიცადე ერთ წუთით, გოგო. კი, შესანიშნავია. ზუსტად ეს სჭირდება. კარგი, რასაკეთებ? ოდესმე მიგიღია მონაწილეობა კონკურსებში? რა თქმა უნდა, ხორების დაჭერა, ქოხის აშენება, ნაგვის გადაყრა, ნაგვის დათვლა, გაფუჭებული ჰოტდოგების ჭამა. ბანი ნაგავს საყრელის ნამდვილი ჩემპიონია. მე ნამდვილ კონკურსებზე ვსაუბრობ და არა უსახკაროების გართობაზე. მე სილამაზის კონკურსზე ვამბობ. სილამაზე? რა სახის შეჯიბრია ეს? როდესაც კაბებში გამოწყობილი ლამაზი გოგონები აუდიტორიის წინაშე გამოდიან. მოსაწყენია. კი, ხორების დაჭერა გაცილებით სახალისოა. გეკნება ბევრი ლამაზი ტანსაცმელი და გემრიელი საჭმელი. გემრიელი საჭმელი? ჩვენ ეს გვიყვარს. მე ყოველთვის მზად ვარ საჭმელად. ანუ თანახმა ხართ მაშინ? კი, სილამაზის კონკურსზე გამოვალ. კარგი, მაშინ აქ მოაწერე ხელი. აი აქ. წერა არ ვიცი, უბრალოდ ჯვარი დახატე. ეს შემიძლია. კარგი, მოდელისთვის წერის უნარი მთავარი არ არის, მთავარია ლამაზი იყოს. როდის იქნება საჭმელი მზად? მალე ყველაფერი მზად იქნება, გამომყევით. არა, ასე სწრაფად არა. შენი ადგილი აქ არ არის. რატომ? მეც მინდა უფასო საჭმელი. შესასვლელი მხოლოდ მოდელებისთვისაა. წადი აქედან.
კარგი, პირველ რიგში თქვენ უნდა მოწესრიგდეთ და კარგად გამოიცვალოთ. რა უნდა გავაკეთოთ? მიიღეთ აბაზანა, შხაპი, რას აკეთებთ ჭუჭყის მოსაშორებლად? რატომ უნდა მოვიშოროთ? სითბოს შენარჩუნებაში გვეხმარება. და რა არის ეს? წილი, ბევრი მყავს. დანარჩენების ნახვა ხომ არ გინდა? ახლავე წადი სააბაზანოში. ეს სულ სხვა საკითხია. ასე ბევრად უკეთესია, არაკომფორტულია. შემიძლია რომ ჩემი ჩავისვა? არა, თავარია რომ ლამაზად გამოიყურებოდე. ეს ახალი საჭმელია? კი, ჩემმა შეფზარეულმა მოამზადა. კარგი, რა კოშმარია. ხედავ რომ საერთოდ არ გისწავლიათ მანერები. რა არის მანერები? მოდი ეტიკეტის გაკვეთილი უნდა ჩავატაროთ. კარგი, მარცხენა ხელში ჩანგალი. მერე მარჯვენა ხელში დანა. ზურგი უნდა გაასწოროთ. ფრთხილად აიღეთ ჩანგალს. აი ასე. და შეჭამთ. ოჩახ, კარგი. შენი საქციელი შეფასდება სილამაზის კონკურსზე. კარგად მოიქეცით რომ გაიმარჯვოთ. მე გაუნკლავდები. საქმეზე უნდა წავიდე. მოგვიანებით გნახავთ. კარგი. ჰეი, ბან, შენ ხარ? კი, როგორ მოგწონს ჩემი ჩაცმულობა? შენი ცნობა შეუძლებელია. რა სუნია ეს? ეს ჩემი თმის შამპუნია. შამპუნი, ძალიან გემრიელია. სუდადო, შამპუნს კი არ ჭამთ, მასივან მისით. ფუ, მენზისღება დაბანა. მოლდ, არ დაიჯერებ, უბრალოდ ჩანგლით ჭამე. რკინისგანაა დამზადებული? აბა ვნახოთ. ვაუ, ნამდვილი რკინაა. 50 ცენტად შეგვიძლია გავყიდოთ. ვაუ, ეს ძვირიანია? ბან, როგორც ჩანს, მილიონერის სახლში ხარ. ეს ჩემთვის ილვალია. თუ კიდევ რაიმე ძვირფას იპოვი, მომიტანე. გამდიდრდებით. და რა არის ეს? ყურძენია. ახალი ყურძენი? ჰეი, ისევ შენ, გადი გარეთ. შუ, აქედა. ხალბატონო, დამშვიდით. რატომ აგდებ ჩემს მეგობარს? კარგი, შენ მომავალი სილამაზის დედოფალი ხარ და ეს ჭუჭყიანი, წყილებით სავსე ჭუჭყის გროვა შენი მეგობარი ვერ იქნება. თავარი გარეგნობა კი არა, სულია. ჰაჰა. სასაცილოა. შეჯიბზე ხუმრობების დავალებები იქნება. შეგიძლია ეს ფრაზა გაიმეორო. არ ხუმრობ, მე და მოლდი დიდი ხანია ვმეგობრობთ. ერთმანეთი ნაგვისულნაში ვიპოვეთ. კარგი, გასაგებია. შენს მეგობარს დავტოვებ, მაგრამ ერთი პირობით. ასე რომ, ისაკ იმუშავებს. მე ვიმუშაო? ცხოვრებაში არასდროს. მუშაობისთვის მე გადავიხდი ძაღლის საჭმელს. რატომ მაშინ ვიარ თქვი? თანახმავარ. დაასუფთავე ეზო, დაასუფთავე აუზი და გაკრიჭევ მცენარეები. გავაკეთებ. ახლა კი დავუბრუნდეთ სილამაზის კონკურსს. კარგი, სხვათა შორის რა ქვია? ბანი. რა უაზრომეთ სახელია ეს? თუნთუშების ხუთში მიპოვეს. ამიტომაც მაქვს ეს სახელი. კი, ახალი სახელი უნდა მოვიფიქროთ. როგორ იქნება? ადელაიდა. არ მომწონს. კარგი. იქნებ ბელა? საზიზღრობაა. კარგი, მაშინ ამელიას დაგიძახებთ. ამელია. მომწონს ეს სახელი. მე მქვია ლედი კეთი. დაიმახსოვრე ეს სახელი. და ახლა წავიდეთ და შეჯიბრისთვის მოვიმზადოთ. შეინარჩუნე შენი პოზა სწორად. რატომ უნდა მეცვას ასე არაკომფორტულად? შეჯიბზე ყველა გოგონა ქუსლიან ფეხსაცმელს ჩაისვამს. ნაკლები ლაპარაკი და მეტი მუშაობა. გახსოვს ბურთი რომ მიპოვეთ? მოდი ვითამაშოთ. ერთი წამი. გამომივიდა, ეს დაინახე? მოიცა. აქ სილამაზის კონკურსი გვაქვს და არა ფეხბურთი. ასე რომ, ლამაზად უნდა იარო. ბურთს კი არ უნდა დაარტყა. მალე ვისწავლი. გპირდები. და შენ? კარგი, გითხარი და დაგეთქო. თორემ საჭმელს ვერ მიიღებ. გავაკეთებ. კარგი, არ მომწონს რომ ჩემ მეგობარს უყვირი. ყურადღება არ გადაიტანო. განაგზე ვარჯიში. არა, ფეხები უკვე მტკივა. მაშინ კი ფოტოსესია მოვაწყოთ.
ძალიან მოსაწყენი ხარ. გააკეთე რამე, ხასიათზე არ ვარ. ოდესმე არ გადაგიღია სურათი? კი, მაგრამ ჩემს მეგობართან ერთად ჩვენ ვერთობოდით. დამლაგებელთან ფოტოების გადაღება ნამდვილად არ არის საჭირო. ამიტომ გაჩუმდი და პოზიორობა დაიწყე. კი, მოსაწყენია, მაგრამ კარგი, ფოტოშოპი ყველაფერს გამოასწორებს. ეს რა არის? შენი გამოსვლა. სილამაზის კონკურსზე უნდა წაიკითხო. შეგიძლია წაიკითხო. არა? კი, ნაგავსაყრელზე ერთი მოხუცი კაცი ცხოვრობდა. მას ჯადოქარევით დიდი ქუდი ეხურა და სკოლაში მასწავლებელი იყო. მე კითხვას მასწავლიდა. გამარჯობა, მე ამელია მქვია. მიყვარს ცხენზე ჭირითი, კლდეზე ცოცვა და დაივინგი. სიმართლე არა? არ მაინტერესებს, თავარია, ჟიური მდაიჯეროს. ახლა კი გავაგზავნოთ ვარჯიში. გასწორე ზურგი. და სად არის შენი ღიმილი? კარგი, ღიმილით შეფასდება შეჯიბზე, ამიტომ გაიღიმე. არ მეგონა რომ მოდელობა ასეთი რთული იყო. რა თქმა უნდა რთულია, საკუთარ თავზე ბევრი მუშაობა გჭირდება. შემიძლია დავისვენო? კარგი, 20 წუთი დასვენება და შემდეგ გავაგზავნოთ. ჰეი, მოლდ, შესვენება მომწეს. ძალიან კარგი. რატომ ხარ ასეთი მოწყენილი? ცხოვრებაში არასდროს მიმუშავია, არ მინდა ამის გაკეთება. მოიცა, გემბრიელ ძაღლის საკვებს გაჭმევს. იგივეს ნაგავსაყრელზეც პოულობ. მაშინ რატომ ხარ ისევ აქ? რატომ არ მიდიხარ? შენს გარეშე მე მოვიწყენ. მოიცა, ჩემთვის არჩი? მოხუცმა ნაგვის მეფემ მასწავლა რომ არასდროს მივატოვო მეგობრები. შენ მისი გაკვეთილები გამოტოვე? ყველა მათგანი არა. კარგი, ვიცი რა გაგამხნევებს. ასე რომ, სახს დაგათვალიერებინებ. შენი უფროსი გაბრაზდება. ჩვენ მას არაფერს ვეტყვით. ვაუ, ბევრი ადგილია. ჩვენს კარავზე მეტი, ბევრი ადგილია. შეხედე, რა სუფთაა. იატაკიდანაც კი შეგიძლია ჭამა. ო, საჭმელი ვიპოვე. მოიცა, წამოდი, ნამდვილ საჭმელს გაჩვენეთ. აი, შეხედე. ვაუ, აქ იმაზე მეტი საჭმელია, ვიდრე ჩემი მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჭამია. და შეხედე ამას. ვაუ, ეს სუფთა წყალია და ცხელიც კია. ეს დიდი შავი რამე კედელზე რა არის? ეს ტელევიზორია, შეხედე რა შეუძლია. შიგნით ადამიანები არიან? როგორ მოხვდნენ ისინი ამ პატარა ყუთში? სულელო, ეს უბრალოდ ვიდეოა. ეს რაიმე სახის მაგია? ტელევიზორი არასდროს არ გინახავს? კი, მაგრამ გატეხილი იყო. გინდა ნახოს სად ვიძინებ? შენი პირადი მუყაოს ყუთი გაქვს? არა ყუთი, არამედ საწოლი. წავიდეთ. ალბათ ხუმრობ. ვაუ, ეს სასახლეა. ვაუ, რა რბილია. ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მინახავს საწოლი. ხოლოდ უსახკაროთა მეფეს აქვს საწოლი ნაგავსაყრელზე. დიახ, და ვინც მასზე დაჯდება, კანალიზაციის ორმოში ჩააგდებენ. ნაგავსაყრელის მეფე ძალიან გაბრაზებულია. ასე რომ, როდესაც მოდელი გახდები და მილიონს გამოვიმუშავებ, ჩვენს ნაგავსაყრელს გავხსნით. როგორ გავაკეთებ? ბიზნეს გეგმა მაქვს. ვიყიდით უამრავ ნაგავს, რომლის ღირებულებაც $1,000,000 შეადგენს. ერთ ადგილას დავყრით და ნაგავსაყრელი მზად იქნება. ვაუ, კარგი. ნამდვილი ბიზნესმენი ხარ. დედა ყოველთვის ამბობდა, რომ განსაკუთრებული ბიზნესმენი ვიყავი. ამელკა, რა არის ეს? შენი ფოტოები არის აქ? დედიქეთმა, რამდენიმე სურათი გადამიღო. უხარისხო სურათებია. სამწუხაროა, რომ კამერა არ გვაქვს. სინამდვილეში გვაქვს? ეს შენი ტელეფონია? ეს მართალია. ლედიქეთმა თქვა, რომ მოდელებს სელფის გადასაღებად საკუთარი კამერიანი ტელეფონი უნდა ჰქონდეთ. ერთად გადავიღოთ სურათები. მაგრამ ჯერ ტანსაცმელი უნდა გამოვიცვალო. ტადა! ვაუ, რა ჩაცმულობა. ჩემი საყვარელი სტილია. მე თვითონ გავაკეთე. მოგეწონა? უბრალოდ ნიჭიერი ხარ. და ახლა მოდი ფოტოსესია მოვაწყოთ. გაიგიმე. მოდი ახლა შევატრიალებ. სახის გაკეთება აუცილებელია. აი, ვარსკვლავი. კარგი, ეს სურათები ბევრად უკეთესია. გითხარი, რომ პროფესიონალი ვარ, შენს უფროსზე უკეთესი. იქნებ შენმე კონკურსისთვის მოვამზადო? მარტივია, შენგან სუპერმოდელი დადგება.
კარგი. ახლა ზურგი ყოველთვის სწორი გექნება. ამ ნივთით შეჯიბრში მონაწილეობის უფლებას მომცემე? განსაცმლის ქვეშ დამალე, ვერავინ შეამჩნევს. ახლა ივარჯიშე ქუსლიან ფეხსაცმელზე სიარულით. გინდა ეს ჩიფსები? მოდი და აიღე. ეს ქუსლები რომ არა, უკვე ავიღებდი. როგორც კი სიარულს ისწავლი, ეს ჩიფსები შენი გახდება. მიდი. რა არის ეს? მიდი. გადადე ეს. ეს კამერების ფლეშ ჩანაწერია. ისინი შეჯიბრზე გაგაოცებს. ესენი ჩემები არიან. ოჩახ, სწრაფად სწავლობ. კარგი მასწავლებელი მყავს, გინდა? რა თქმა უნდა. გემრიელია. ჰეი, აქ რასაკეთებ? სახლში არ გაქვს უფლება რომ შემოხვიდე. მოვდი და მეხმარა შეჯიბრისთვის მომზადებაში. ჰაჰა, ძალიან სასაცილოა. საერთოდ არ ესმის. საერთოდ რა ესმის ამ ჭუჭყიანტებს სილამაზის? მისი გაკვეთილები სასარგებლოა. ბანის, შენზე უკეთესადაც კი მოვამზადებ. შეუძლებელია. მე მოდელების აგენტი ვარ. კარგი, შენ კი უბრალოდ ნაგვის ურნებში ცხოვრობ. სწრაფად გაეთრი აქედან. კარგი, მივდივარ. ახლა როცა ისწავიდა, დაუბრუნდეთ ნამდვილ ვარჯიშს. ახლა მოდელი ხარ, ფიგურას უნდა მიაქციო ყურადღება. ამას საუზმეზე შეჭამ. და ეს შენი ლანჩია. და ახლა სადლს გაჩვენებ. სადილზე რაიმე სახის ნამსხვრე ან დესერტი იქნება. რა ჩაიდინე? ყველაფრის ერთდროულად ჭამა არ შეიძლება. მაშინ საჭმელი რატომ დავიდე გვერდით? უბრალოდ რომ მეჩვენებინა. ახლა კალორიები უნდა დაწვა. სწრაფად ეზოში. მიდი, იმოძრავე, შეჯიბრი ხვალა. გამარჯობა ბან. ხედავ რომ მას საერთოდ არ ებრალები. კი, ვარჯიში ძალიან დავიღალე. და მცენარეების მორწყვა მომბეზრდა. შევიცვალოთ? გინდა ჩემთვის გაიქცე? კი, და შენ მცენარეებს მიხედე. ის სხვაობას ვერ შეამჩნევს? ის ამას არ გააკეთებს. ნაგავსაყრელზე პარიკი ვიპოვე. ჩემით მას საერთოდ არ არის ვარდისფერი. ის ვერ გაიგებს. აი ნახავ. მოიცა. კარგი, როდის მოასწრო ამელიამ თმის შეღება? ეს ჩვენი ახალი უსახკარო მებაღეა? კარგი, მებაღე აქ არის, მაგრამ ის სხვა. გონი მზემ დამარტყა. ჯობია წავიდე. ადექი, სილამაზის კონკურსზე წასვლის დროა. ახლავე ავდგები. შენ რა? თელი ღამე კავაში გეძინა? რომ დილით ჩაცმა არ მომიწიოს. რა კოშმარია? ყველაფერი აბურდულია. ნუ ღელავ, ახლავე გამოვასწორებ. კოშმარია, ეს რა უსახკაროთა ადგილია? გადავწყვიტე ოთახი ჩემს სტილში მომეწყო. განსაცმელი უკვე შეფუთულია. პირველ სართულზე გელოდება და მანქანაც მალე მოვა. მანქანით მივდივარ? რა მაგარია? არასდროს გიმგზავრია მანქანი? მარტო ერთხელ ვიმგზავრე სურსათის ურიგით. ჩვეულებრივ მანქანაზე ვსაუბრობ. ჩაიცვი და გაიმარჯვე შეჯიბრში. მიდი. სწრაფად. მიდი, სწრაფად. სანამ აქ არავინ იქნება, შემიძლია ძვირფასი ნივთების შეგროვება. აქ ამდენი საგანძურია. თუნუქის კილა, მინის კილაც კი. ვაიმე, პიცის 5. ამ ყველაფერში 50 ცენტი შემიძლია ვიშოვო. კარგი, ასე რომ 50 ცენტი რკინის ჩანგალში და კიდევ 50 ცენტი ნაგავში. გამოდის რომ 100 ცენტი მექნება. ამელკას უნდა უთხრა, დათვლა ვისწავლე. ახლა ნაგავსაყრელზე ყველაზე ჭკვიანი მე ვიქნები. მე გავიმარჯვე. გილოცავ. ახლა მდიდარი მოდელი ვარ. ჩვენი საკუთარი ნაგავსაყრელი გვექნება. გვირგვინიც კი მაქვს. ნაგავსაყრელის დედოფალი ვიქნები. ქალაქის ყველა კუთხიდან ნაგავს ვიყიდით. კი, მაგრამ სად არის ჩემი ფული? მე მაქვს ის. კარგი, და შენ მას არ მიიღებ. რატომ? მე მოვიგე. კონტრაქტი წაიკითხე. შეგიძლია წაიკითხო. შენი მყრალი მეგობრისგან განსხვავებით. მოდელის მოგებული ყველა ჯილდო სამოდელო სააგენტოს ეკუთვნის. ანუ ფული ჩემი არა, და შენი გვირგვინიც კი. ყველაფერი ჩემია. და რაც შეეხება ჩვენს ოცნებას, და ეს ჩემი პრობლემა აღარ არის. კარგი, ახლა გაეთრიეთ სახლიდან. დაბრუნდით თქვენს ღორების ფარეხში. თუ საიდან მოხვალით? ჩაო. და კაბა დააბრუნე. დაივიწყე ბან, ვის სჭირდება ეს შოუ ბიზნესი? იცი, მართალი ხარ.
მოდელობა ჩემთვის არ არის. მოიცა, ჩვენს ოსნებაზე რა სიტყვი? ჩვენს ნაგავს საყრელზე ამბობ? მთელ ტერიტორიაზე ნაგავს შევაგროვებთ. მართალია, ფულის გარეშეც გავძლებთ. ფულზე გამახსენდა, სახლიდან რაღაცეები შევაგროვე, შეხედე. ვაუ, აქ ფელი დოლარია. არა $1, არამედ 100 ცენტი. დოლარი 100 ცენტია. კარავი ისევ გაფუჭდა. მათემატიკა ძალიან რთულია, სხვათა შორის ახალი გვირგვინი ვიპოვე. აი, შეხედე, რა სილამაზეა. მე თვითონ გავაკეთე. მადლობა, მოლდ, შენ ნამდვილი მეგობარი ხარ. ჰეი, მაცანწალებო, კარგი, რატომ ხართ ისევ აქ? გითხარით, გაეთრიეთ ჩემი ეზოდან. თუ არ წახვალთ, პოლიციას გამოვიზახებ. ჩვენი წასვლის დროა. მოიცადე ერთი წუთით. ხალხო, თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ასევე არ დაგავისყეთ სარისხილაკზე დაჭერა, რათა არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები. ნახვამდის ყველას! გაეთრიეთ აქედან!